Shalom, მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე ვარ სარა ლალი. ბევრი თქვენგანი მიცნობს. მადლობა უნდა მოვახსენო პირველ რიგში გამჩენს იმისთვის, რომ მომცა ძალა და საშუალება იმისა, რომ მოგმართოთ დღეს ესე ვიდეო როლის საშუალებით, ვინაიდან დღეს მსოფლიოში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა, ვიცით რომ ყველაფერი დაკეტილია და მათ შორის სალოცავები, ბედქნესეთები და შიურთორები არ ტარდება. მინდა ვახსენო, როგორც ყოველთვის ვახსენებ ხოლმე, რომ მე რავანიდი არა ვარ, მე ვერავის ვერაფერს ვერ ვასწავლი. მე არ დავბადებულ ვარ ესე თავსაბურით, არამედ დავბრუნდი ჩუვაზე რამდენიმე წლის წინ და მადლობას ვახსენებ ზეცას ამისათვის. ხშირად ვეძებ ხოლმე საინტერესო ისტორიებს, რომ საკუთარი თავი გავაძლიერო პირველ რიგში და თუ რამე ასეთ ინფორმაციებს და საინტერესო ამბებს მივაგენი, შეძლებს დაგვარად ვთარგმნი და ვაქვეყნებ ხოლმე Facebook-ზე დიკუნა კლალიში, ხომ? თქვენთვის ეს ცნობილია. დღესაც ძალიან საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ. თემა კი არა ისტორია, ერთ-ერთი ცნობილი, მსოფლიო დონეზე ცნობილი ადამიანის შესახებ, ეს არის Bill Gates-ი, Microsoft-ის კომპანიის დამფუძნებელი. წარმოიდგინეთ, რამდენი შემოსავალი აქვს Microsoft-ის კომპანიას, Bill Gates, რომ ყოველ წელიწადში 50 მილიარდ დოლარს მარტო საქველმოქმედო საქმეში ხარჯავს. ჩვენი ისტორია არ ეხება მის შემოსავლებს, არამედ ერთ-ერთი ებრაელის ისტორიას, რომელიც, ასე ვთქვათ, Bill Gates-ის ცხოვრებაში, რომელმაც Bill Gates-ის ცხოვრებაში გაიელვა. და ეს გახლავთ კივი ბერნჰარდი. კივი ბერნჰარდი არის წიგნის ავტორი, მან დაწერა წიგნი ლეოპარდოლოჯი ინგლისურად, ივრითულად ამას ქვია თხუნოთ ნემეღი, ქართულად ვეფხვების თვისებები, ანუ როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა ვეფხვების თვისებები ცხოვრებაში, კერძოდ კი თანამედროვე ბიზნესსა და ეკონომიკაში, რათა გახდეს საუკეთესო მმართველი. წარმოიდგინეთ, ეს წიგნი მისი გახდა ბესტსელერი და მოიწონეს აგრეთვე Microsoft-ის კომპანიაშიც და გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ლექციის ჩასატარებლად. ლექციაზე მოწვეული იქნენ Microsoft-ის არა უბრალოდ თანამშრომლები, არამედ თვითონ ხელმძღვანელები და მათ შორის თვით Bill Gates-იც. აი ესეთ ფორუმზე და ლექციის წასაკითხად იქნა იგი მოწვეული და მიმოწერა ჰქონდა მას სამდივნოსთან, კომპანიის სამდივნოსთან, ყველაფერი დადგენილი იყო, მხოლოდ უნდა ჩაენიშნათ დღეს, უნდა ჩატარებულიყო ფორუმი ევროპაში. მოკლედ მოსწერეს სამდივნოდან, რომ ჩანიშნულია უკვე ფორუმი და უნდა ჩატარდეს და აღმოჩნდა, რომ ეს დღე არის შაბათი. კივი ბერნჰარდმა არც კი იფიქრა, ეგრევე მისწერა სამდივნოში და უარი განაცხადა ფორუმზე მისვლაზე, ვინაიდან შაბათს ვერ დაარღვევდა. სამდივნოში ეს ინფორმაცია მიიღეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად, მათ ეგონათ, რომ ეს ადამიანი არ იყო შეთავაზებული თანხით კმაყოფილი და ამიტომ აუწიეს თანხა. უნდათ, რომ ანაზღაურება აეწიათ და ფორუმი ჩატარებულიყო. მაგრამ მან უარი განაცხადა ყველანაირად. რამდენიმე დღის შემდეგ კივი ბერნჰარდი ღებულობს ზარს Microsoft-ის კომპანიიდან პირადად Bill Gates-ის მოადგილისაგან, ჯონისგან, რომელთან საუბრის დროსაც მან პირადად უთხრა, რომ ანაზღაურებას აუწევს 3-ჯერ, 4-ჯერ, მეტჯერ თუ საჭიროა, ოღონდ ფორუმზე ის უნდა გამოცხადეს, ვინაიდან უკვე ასეთი თანამდებობის პირები დაპატიჟებულებია, მოწვეულები არიან, თვითმფრინავი დაჯავშნული აქვთ ბილეთები, სასტუმროები და ასე შემდეგ რამდენიმე ასობით ადამიანს. და წარმოიდგინეთ კივის მდგომარეობა, ხომ? მან პირდაპირ განაცხადა უარი და უთხრა მიზეზი, რატომ აცხადებს უარს, უთხრა, რომ ღვთისმოშიში ადამიანია, აქვს გამჩენის რწმენა და შიში და რიდი, არაპირებს შაბათის დარღვევას. და აქეთ შესთავაზა Microsoft-ის კომპანიას, რომ
თუ კი რაიმე ზარალში შეყავდა კომპანია, თვითონ გადაუხდიდა კომპანიას იმას, რომ ფორუმი არ ტარდება. რამდენიმე კვირის შემდეგ დაუკავშირდნენ მას და გადაწყვიტეს Microsoft-ის კომპანიაში გადაედოთ სხვა დღისთვის ფორუმი. საბოლოო ჯამში ეს ფორუმი ჩატარდა და წაიკითხა ლექცია და Microsoft-ის თანამშრომლები დარჩნენ კმაყოფილები და დღემდე საუბრობენ ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ გავიდა უკვე დაახლოებით 2-3 წელიწადი. ეს ინფორმაცია პირველად Microsoft-მა გამოაქვეყნა თავის მთავარ ოფიციალურ გვერდზე. ამის შესახებ დაიწერა იედიოთ ახრონოტშიც. ბატონი ოფერ პეტერსბურგის გაზეთის ეკონომიკური მიმოხილველის მიერ და ასევე დაიბეჭდა Microsoft-ის საიტებზე. თუ ინებებს გამჩენიბლინედერ, ამ ვიდეო როლის ქვეშ კომენტარებში მოგაწვდით შემდეგ საიტზე ლინკს და შეგიძლიათ მოусმინოთ იქ ინგლისურად პირდაპირ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს. წარმოიდგინეთ, რომ კივი ბერნჰარდი მიიწვიეს აგრეთვე Microsoft-ის კომპანიაში სამუშაოდ, დღემდე მუშაობს მათთან და უკითხავს ლექციებს მათ თანამშრომლებს. მან არათუ დაკარგა რაიმე შემოსავალი იმით, რომ უარი განაცხადა შაბათს მუშაობაზე, არამედ შებრუნებულად დაიმსახურა დიდი პატივისცემაც. იმდენად დიდი პატივისცემა, რომ Microsoft-ის კომპანიამ გადაწყვიტა პირდაპირ გადაეღო ვიდეო როლი ამ თემასთან დაკავშირებით და გაევრცელებინა, მარტო იმიტომ, რომ თვითონ Microsoft-ის თანამშრომლებს მოესმინათ, თუ როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი ნამდვილი მმართველი. და მოგვიანებით თვით ბილ გეიტსმა განუცხადა თავის მოადგილეს ერთ-ერთი ფრენის დროს, როცა თავისი საკუთარი თვითმფრინავით რაღაც გარკვეულ საქმეზე მიფრინავდნენ, ასეთი რამე, რომ თქვა ბილ გეიტსმა, ეს მისი სიტყვებია: მე ამდენი სიმდიდრის პატრონი ვარ, ამხელა კაპიტალი მაქვს და ამდენი შემოსავლები მაქვს და მეგონა, რომ არაფერი არ არსებობს ისეთი, რისი ყიდვაც და შეძენაც ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. ანუ უძრავი და მოძრავი ქონება, გემები, თვითმფრინავები, სასტუმროები, სასახლეები, ყველაფერი შეუძლია, რომ შეიძინოს ადამიანმა. და ის ამბობს ამ თავის პოსტში, ამ გამოქვეყნებულ საიტზე გამოქვეყნებულ პოსტში ასე წერს, რომ ჩემი მთელი კაპიტალით ერთი რამე ვერ ვიყიდე, მხოლოდ ებრაელი და ებრაელების შაბათიო. წარმოიდგინეთ, ძვირფასო ებრაელებო, ის რაც გააკეთა კივი ბერნჰარდმა, ეს არის გამჩენის სახელის მომაღლება, კიდუშა შემ, რასაც ქვია, და როგორც გვიწერია მიდრაშ თანხუმაში, ბერეშით არბა, როგორც ადამიანი მოამაღლებს გამჩენს, ისე მოამაღლებს გამჩენი მას. და ნამდვილად ასეა, როგორც მოამაღლა მან გამჩენი, ისე მოამაღლა გამჩენმა იგი. სურს მოგმართოთ პირადად, ძვირფასო ებრაელებო, ყველამ ჩვენი სულიერი დონის, სულიერი სიმაღლის მიხედვით უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად დავიცვათ შაბათი, დაუშვათ ვიღაცა სიგარეტს ეწევა და არ შეუძლია, რომ თავი დაანებოს. ეწევა მთლიან კოლოფს, დაანებოს 1-2 ღერით ნაკლები მოწიოს შაბათს და ასე ნელ-ნელა გადაეჩვიოს. ვიღაცას მუსიკის მოსმენა უყვარს 24 საათი, ჩართოს მუსიკა პარასკევს შაბათის შემობრძანებამდე და უსმინოს შაბათს ხელი არ ახლოს, იყოს ჩართული ავტომატზე, ხომ? დღეს მადლობა გამჩენს, ტექნოლოგია ისე დონეზე გვაქვს, რომ მუსიკა ჩაერთობა და ტრიალებს 24 საათი რამდენიც გნებავთ. ასე მაგალითად დაუშვათ შაბათს მაინც რომ დავიფაროთ თავსაფარი, მამაკაცებმა კიპა და ასე შემდეგ. გადავდგათ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი გამჩენის გზაზე და გამჩენი აუცილებლად დაგვეხმარება. დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ გამჩენის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. სურს
მადლობა მოგიხადოთ თქვენს ყურადღებისათვის და მოგილოცოთ ნისანისთვის შემობრძანება, კეთილი იყოს მისი შემობრძანება ებრაელებისათვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ მოეტანოს სიხარული, სიკეთე, რომ მალე დამთავრებული იყოს ეს დაძაბული მდგომარეობა, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, კარგად იყავით.